მოგესალმებით, მეგობრებო. დღევანდელ ლაივში განვიხილოთ იერარქიის ცნება. რას ნიშნავს ეს ცნება, რისგან შედგება და დავახასიათოთ თითეული საფეხური ამ იერარქიის. რა არის ეს იერარქია? ეს იერარქია არის სიზმრის არქიტექტურის იერარქიული ფუნდამენტია, რა. სამი საფეხურისგან შედგება ის და წარმოადგენს ფუნდამენტს, საერთოდ სიზმრის საკითხში რომ ჩაიხედოს ადამიანმა სწორად, ამის ფუნდამენტია. ანუ მოდით იმაზე ვთანხმდებით, ხო, რომ აქ ჩვენ რაღაც კონკრეტული სიზმრის და თქვათ ერთი ადამიანის მიერ ნანახ რაღაც სიზმრის ახსნა განმარტებებს კი არ ვაკეთებთ, არამედ მე თქვენ გიზიარებთ ლოგიკას, სიზმრის ლოგიკას. ანუ ასეთი ლოგიკით გვესაუბრება ჩვენი ინტუიცია სიზმარში და შემდეგ უკვე როდესაც გადავალთ ტიპოლოგიაზე და ინტერპრეტაციის კრიტერიუმებზე, უკვე ეს ამ იერარქიის ცოდნა გაგვიადვილებს ხედვას და სხვა საკითხების მიმართ უკვე სხვანაირი ხედვა ექნება ადამიანს. ანუ ეს არის სიზმრის ლოგიკა, ტექნიკა, რომელიც ეკონომიკურ პრინციპზე არის დამყარებული. და პირველ რიგში სიზმარი ესაუბრება ადამიანს მის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობის თუ ფსიქოლოგიის მხრივ. ანუ თუ კი არსებობს რაღაც პრობლემა, იმ შემთხვევაში პირველ რიგში ესაუბრება სიზმარი მხოლოდ ამ ინდივიდუალურ საკითხზე და ამ ინდივიდუალურ პრობლემაზე და ესე იგი, ქვემოდან ზემოთ დავიწყებ, იერარქია ესე მიმდინარეობს, ხო? ანუ პირველი საკითხი არის ინდივიდუალური სხეული არის იმ უხილავი სტრუქტურის პირველი სიტყვა, პირველი ინსტრუმენტი, რომელსაც მე წარმოვადგენ. ეს საკითხი, სხეულის და ჯანმრთელობის საკითხი ფუნდამენტალურია სამედიცინო საკითხი და ასევე იმაზეც ისიც უნდა გაიაზროს ადამიანმა, რომ ფსიქიკისთვის, ანუ ჩვენი არაცნობიერი ნაწილისთვის ჩვენი ფსიქიკის, რაც უფრო მეტია, ხო? ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ავადმყოფობა თუ მდგომარეობა, სიმძიმე არის ერთნაირი. ფსიქიკა ვერ განასხვავებს ერთმანეთისგან ფსიქიკურ და ბიოლოგიურ ჯანმრთელობას. ეს ერთი და იგივეა მისთვის, ამიტომ ეს იქნება რაღაცა, თქვათ, ჯვარი წერია ყველას და სიმსივნე იქნება ეს თუ იმუნური დაავადება თუ რაღაც სხვადასხვა ტიპის ფსიქიკური პრობლემა. ასევე შეიძლება მაგალითად აი რაღაც აფექტური სოციალური მარტოობის შეგრძნება კონდეს სუბიექტს და ეს იგივე ჯანმრთელობის პრობლემად აღიქმება ფსიქიკისთვის, ამიტომ პირველ რიგში ამას უჩვენებს სიზმარი. ეს არის ინდივიდუალური მდგომარეობის ამსახველი კრიტერიუმი. თუ კი მაგალითად ჩვენ უკვე გაგვაჩნია დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა ამ მხრივ, ხო? ანუ ესე იგი ფსიქიკურადაც და ფიზიკურადაც თუ კი კარგად იმყოფება დამაკმაყოფილებლად ხო ადამიანი, ამ შემთხვევაში სიზმარი თავს მეორე ეტაპს, ანუ ინტუიცია სიზმარში თავს გადადის მეორე ეტაპზე. და ეს არის ინფორმაცია სოციალური და ესე იგი ოჯახური მდგომარეობის შესახებ, ანუ იმ წრის შესახებ, სადაც ოპერირებს, სადაც მოქმედებს სუბიექტი, ანუ მეორე ამ შემთხვევაში სიზმრის შემთხვევაში ინფორმაცია სოციალური და ოჯახური მდგომარეობის შესახებ. ესე იგი მეგობრები შედიან, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ოჯახი, აქ ის წრეც შედის, აი ეს მეგობარი, შეიძლება პარტნიორი იყოს, ბიზნეს პარტნიორი, ანუ ის წრე, სადაც ის ოპერირებს, სადაც ის მოღვაწეობს, სადაც რაღაცას აშენებს, რაღაცას ქმნის. აი ეს სოციალური ფონი, რომლის მიხედვითაც ესე იგი ინტუიციას შეუძლია დაანახოს თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტის მიმართ სუბიექტი პერსონალურად. მოგებაშია ის
წაგებაშია, მისი ლიდერობის შესახებ ინფორმაციას აწვის კონკრეტულ კონტექსტში, მისი ასე ვთქვათ, აი იმ პერსონალური ღირებულებითი ნაწილის შესახებ ინფორმაციას აწვის, ესე იგი, თუ კი, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. სტრატეგიების მნიშვნელობა, სტრატეგიების სიკარგე და სიცრუდე ფასდება რა, ანუ რამდენად სასარგებლოა ეს სტრატეგია სუბიექტისთვის და რამდენად უსარგებლოა. რა მოაქვს, მოგება მოაქვს მისთვის რაღაცა დივიდენდი მოაქვს პირადი პერსონალური ან სოციალურ-ეკონომიკური? თუ არ მოაქვს წაგებაშია, ანუ ნეიტრალურში ვერ რჩება ხო ადამიანი, ან პლუსშია და ან მინუსშია. სტრატეგიები სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებით. რამდენად გამოიმუშავა მან, ან დაკარგა რაღაც სარგებელი მიიღო სოციალურ-მატერიალურ თვალსაზრისით, ან დაკარგა პირიქით. და ანუ ამის შესახებ ინფორმაცია იკითხება უკვე სხვა კრიტერიუმების, სხვა თვისებების მიხედვით. ამაზე გადავალთ უკვე ინტერპრეტაციის საკითხებზე, როდესაც დავიწყებთ განხილვას ინტერპრეტაციის საკითხებს. ეხლა უბრალოდ უნდა განვიხილოთ და ვიცოდეთ თვითონ ფორმულა ამ იერარქიის, რისგან შედგება ეს საფეხურები, რა არის. ეს კრიტერიუმი ვლინდება თვითონ სუბიექტის სოციალური სიცოცხლის უნარიანობის თვალსაზრისით. ნახეთ, ჩვენში ის ცხოვრება, რომელიც ჩვენში არის, აი სიცოცხლის ნაპერწკალი, ხო? ხდება აი უნივერსალური სამყაროსეული სიცოცხლის კრიტერიუმი, მისი შემფასებელი, მსაჯული ხდება და ამ კონტექსტში იწყებს სუბიექტისთვის, ესე იგი ჩვენებას, ინტუიცია, თუ როგორ იქცევა ის, როგორ თამაშობს მის ეგზისტენციალურ თამაშს, მის აი ლიდერულ ფუნქციას. ყველა ადამიანი ხო ლიდერია თავის რაღაც მიმართულებაში, რაღაც თავის სფეროში. ყველას მისი ადგილი აქვს ამ ცხოვრებაში და ყველა ადამიანი ლიდერად არის გარჩენილი, როგორც უჯრედი თლიან აი ამ სამყაროში, ხო, ჩვენს პლანეტარული მასშტაბით ავიღოთ, ყველა თითოეული ადამიანი, თითოეული უჯრედია, მაგრამ ლიდერია იმ თავის იმ უჯრედში, რა. ამიტომ მეორე ეტაპი უჩვენებს საკითხს ამის მიხედვით, თუ რამდენად არის ეს სიცოცხლის უნარიანი სოციალურ-ეკონომიკურ კონტექსტში. მაგალითის სახით რომ მოვიყვანოთ და შევადაროთ მცენარის შემთხვევაში, რამდენადაც ყვავის მცენარე, იმდენად ამჟღავნებს, იმდენად ვლინდება მისგან სიცოცხლე, ხო? რამდენადაც მასში რაღაც დაავადება, ავადმყოფობებია, იმდენად გამორიცხავს ის სიცოცხლეს. რო დავინახოთ ეს სცენარის მაგალითზე, აი ამ კრიტერიუმით შეგვიძლია მეორე მომენტი შევაფასოთ, რა. თუ კი კარგად არის ყველაფერი, ამ შემთხვევაში იწყებს უკვე გარემო იმის ხილვას, თუ როგორი სიცოცხლის უნარიანია ეს ადამიანი. მაგალითად ლიდერის შემთხვევაში სოციალური კონტექსტში რო განვიხილოთ ლიდერობის შემთხვევაში, ხო, ლიდერი არის ის, ვინც საკუთარ ინტერესს, შეიძლება ეგოისტური დავარქვათ ამას, საკუთარ ეგოისტური ინტერესს იკმაყოფილებს სოციუმის სხვების ეგოისტური ინტერესის დაკმაყოფილების საშუალებით. აი, როდესაც ეს მექანიზმი ჩართულია ლიდერში, მაშინ იწყებს ნამდვილი ლიდერული თვისებები გამოვლენას. ყველა სხვა შემთხვევაში ირღვევა ეს. ეხლა ჩვენ ვსაუბრობ ბუნებრივ ეგოიზმზე. ბუნებრივი ეგოიზმი, ხომ იცით რა არის? ეს არის აი თვითონ საგნის ბუნებრივი დანიშნულება რაღაცა, მაგალითად წიგნი იმისთვის არსებობს, რომ ის უნდა წაიკითხო. რაღაცა ნივთი რატომ არსებობს? აი ეს არის მისი ბუნებრივი ეგოიზმი, ანუ მისი ბუნებრივი დანიშნულება, რისთვისაც არსებობს. ამიტომ ამ შემთხვევაში, ხო, აი სოციალურ და ოჯახურ გარემოში, თუ კი რაღაცა ირღვევა ამ ხრივ, ამასაც მიანიშნებს, მაგრამ მხოლოდ იმის შემდეგ, თუ პირველი საკითხი ეს ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი. ეხლა საერთოდ როგორ არის ისეთ ეს სოციუმი ცოტა სხვანაირად ანუ ცხოვრება ზოგჯერ სხვანაირად უყურებს ადამიანს რა, გარემოცვა ცოტა სხვანაირად უყურებს ახლა.
მაგალითად იმ დღეს ჩემი და მუშაობს ერთ-ერთ საბავშვო ბაღში და მომმართეს რომ უთქვიათ ჩემი დისთვის რომ შენი ძმა ხომ მწერალი არისო და თუ შეიძლება რომ მოვიწვიოთო რაღაც იმას ახლა ღონისძიებაზე საბავშვო ბაღში ხო მე პირადად ჩემ თავს მაგალითად არ მივაკუთვნებ აი კლასიკური გაგებით მწერლის სტატუს ანუ არც პროზას წერ და არც პოეზიას და ასე ვთქვათ, თუმცა რომ დავფიქრდი დღეს ისეთ ადამიანებს აძლევენ ამ სტატუსს მწერლის, რომ ორი წიგნი მაქვს დაწერილი საკმაოდ სასარგებლო და შინაარსიანი და საინტერესო და ასე ვთქვათ, მივედი, თუმცა მე არც ვიცოდი რომ ესე წარმადგინეს და მე ეს მივიღე, იმიტომ ვიღაცა თუ ესე ხედავს რაღაც შენ შეიძლება რაღაც სისტემური აი იმ კრიტერიუმის მიხედვით შენ თავს არ თვლი, მაგრამ ცხოვრება ესე გიყურებს. ამიტომ სიზმარში შეიძლება ისეთი რაღაც ვიხილოთ, რომელიც ჩვეულებრივი ლოგიკით არ იხსნება. ჩვენ იმიტომ გავდი, იმიტომ საუბრობთ ამ საკითხებზე, რომ საბოლოო ჯამში ადამიანი ინტუიციამდე მივიდეს და მისი ნამდვილი რეალობის წაკითხვა ისწავლოს მან. ამიტომ სიზმარში, ხო? სიზმარში ზოგჯერ ლოგიკა სილოგიზმით დასტურდება. ანუ უნდა რაციონალური, ირაციონალური მსჯელობით დასტურდება. ამიტომ აი ესეთი მაგალითი იმისთვის მოვიყვანო, რომ გარემოცვა, აი მეორე ასპექტში გარემოცვა, ხო და ეს სოციალური გარემოს კონტექსტი შეიძლება სხვანაირად დაგვანახოს ზოგჯერ ჩვენ საკუთარმა ინტუიციამ. სულ სხვა რაღაც ფონი გამოიყენოს ამისთვის. მე ხომ ვქნი იმ კონტენტს ცოდნის მენეჯმენტი, რომელსაც ეწოდება, ხო? ყველამ ვიცით ეს და რაღაც შენ რაღაც ამ ცოდნის სიმაღლიდან გვიყურებ და ყველაფერი იცი და არა და სინამდვილეში ჩემთვის პირიქით არის რა, სულ არ ვიცი მე ყველაფერი და ბედნიერება საერთოდ არ არის ყველაფრის ცოდნაში. ბედნიერება არის იმაში, რომ ზუსტად იცი ახლა შენ აქ და ახლა რა გჭირდება იმისთვის, რომ რეალიზდე გამოამჟღავნო, რაღაც შეასრულო, მისია შეასრულო, რაღაცა განახორციელო, ხო? აი ამისთვის რა გჭირდება? ბედნიერება ამაში იმყოფება, ამიტომ ყველაფრის ცოდნაში ნამდვილად არ არის ბედნიერება, თუმცა ერთის მხრივ ეს ხო იმ ადამიანის პრობლემა არის, ვინც ესე მიყურებს, ხო? მე პირიქით ვფიქრობ, რომ მეორეს მხრივ ჩემი პრობლემაც არის, ჩვენ ხო ურთიერთდამოკიდებულების კონტექსტში ვართ გაჩენილები და ჩემი გადმოსახედიდან პირიქით არის, თუ კი მე რაღაც სიმაღლეებს ვთვლი რომ მივაღწიე, ხო? ჩემი სიმაღლეები მე რომ შევინარჩუნო და განავითარო, პირიქით სხვა უნდა განვადიდო. ანუ მეორე გადიდებული მე არის. მე თუ მიხარია რაღაცა, მეორეს უფრო უხარია. მე თუ მტკივა რაღაცა, მეორეს უფრო ტკივა. შენ თუ დიდი ხარ, მეორე უფრო დიდი უნდა იყოს, ამაზე უნდა იზრუნო. და რა ვიცი, მე ყოველთვის ამას ვთვლობ, რომ თუ კი რამე ჩემთვის მუშაობს, მე ამას ვაზიარებ სხვებისთვისაც, ხო? ანუ თუ კი ვინმე რაღაც სხვანაირად მიყურებს, რომ მე რაღაც სასწრებიდან უყურებ, ეს ერთის მხრივ მისი პრობლემაა, მაგრამ მეორეს მხრივ ჩემი პრობლემაც არის, ხო? იმიტომ რომ სოციალურ კონტექსტში ვარსებობთ ჩვენ, ხო? ამიტომ ამაზეც კი უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორ ვიყურებენ სხვები ვეთანხმები. ამას მართალია ესეა და თუმცა ეხლა მე ხო ლოგიკურად ვიჯელობ და ინტუიცია აი ამ სოციალურ გარემოში ჩვენ სხვანაირად გვესაუბრება და აქამდე უნდა მივიდეთ, ანუ ლოგიკა სიზმარში დასტურდება სილოგიზმით ზოგჯერ, ესე არის. მესამე საფეხური იერარქიის ეს არის გარეგანი, ანუ სემანტიკური ინფორმაციის ანალიზი. ეს ყველაზე საინტერესო მომენტზე გადავდივართ, ხო? საერთოდ რა არის ეს? ხო, მოდით ესეთი ახლა მაგალითად ჩვენ ვსაუბრობთ ცის და მიწის მანდატი და ასე ვთქვათ აი ეს რაღაც ღმერთი ცაშია თუ ჩვენშია და აი ეს ასე ვთქვათ ხმაურიანი საკითხები, რომელიც ყველას აწუხებს, ხო? ობიექტურობა, სუბიექტური ობიექტურობა და რა ვიცი, ვინ ერთი სიტყვით ნახეთ, ყველა ხვდებით ხა ჯანმრთელად ვინც უყურებთ, ხო, ამ ცხოვრებას, ყველა ხვდებით რომ ჩვენშია, ხო, ეს ყველაფერი, რაც უნდა შევიცნოთ, ეს არის ჩვენში. ხო? ანუ ღრმა ერთი ღმერთი ჩვენშია, ჩვენ სიღრმეშია, ხო?
ჩვენს გულშია თუ ჩვენს აი ღრმა მონაკვეთში დევს რაღაც მომენტი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ხო? უკვე ესეთი განხორციელებული ფორმით. თუმცა არსებობს კიდევ ესეთი მომენტი, რომ ადამიანი მიჩვეულია, ადამიანი თანაცხოვრობს რაღაც მიღმიერთან, რაღაც ტრანსცენდენტულთან, ანუ ჩვენ ყველანი ვგრძნობთ, რომ რაღაც კიდევ არსებობს, კიდევ ამაღლებული, უფრო ვიდრე ჩვენ ვართ. რაღაცა ბუნებაში არსებობს ისეთი ბუნებისთვის დამახასიათებელი, იმანენტური ბუნებისთვის და აი ამ იმანენციას ჩვენ განვიცდით, ვგრძნობთ, შეიძლება ამას ვერ ვხსნით, თუმცა მისწრაფება ამის ახსნისკენ და ამის შეცნობისკენ ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ ჩვენშია, ხო? ეს ყველაფერი. ესეთი საინტერესო საკითხია ობიექტურობის და სუბიექტურობის თემაზე ვსაუბრობთ. ეხლა და ვსაუბრობთ იმაზე, რომ რამდენად არსებობს რაღაც ობიექტურობა და ის რეალურობა, რომელიც ჩვენში არ არის და გარეთ არის ბუნებაში. ამ საკითხს, ესე იგი, ძალიან კარგად ხსნის ახალი აზროვნების ალგორითმი, რომელსაც ეხლა განვიხილავ თქვენთან ერთად, გავიაროთ ეს ყველაფერი და თვითონ ეს სიტყვა სემანტიკა, სემანტიკური ველი, უბრალოდ სემანტიკური ველი შემოიტანა ფსიქოლოგიაში, ონტოფსიქოლოგია, ან ყოფიერების ფსიქოლოგია, ეს არის ახალი ფსიქოლოგია, მოგეხსენებათ, რომლის მეცნიერიც ვარ და ეს წიგნი მთლიანად მიძღვნილია ამ ფსიქოლოგიას ეძღვნება და ერთ-ერთი ტერმინი სემანტიკური ველი შემოტანილია, რომელიც არის ფაქტიურად ნამდვილის და არანამდვილის გასარჩევად შექმნილი, კი არა და დამუშავებული, შეცნობილი და ფსიქოლოგ მეცნიერებაში, ოფიციალურ მეცნიერებაში შემოტანილია ეს ცნება. ესე იგი, თვითონ სიზმარში, ნახეთ როგორ არის, როგორ წარმოგვიდგება ეს კრიტერიუმი. ეს არის კრიტერიუმი. ეს კრიტერიუმი, ეს სემანტიკური, ეს მესამე საფეხური წარმოადგენს წინა ორის, საერთოდ სიზმრის ნამდვილობის დამადასტურებელ ან დადასტურების ან უარყოფის კრიტერიუმს წარმოადგენს. ანუ რამდენად ნამდვილია ის, რაც დაგესიზმრა. ნამდვილია ეს თუ რაღაც მემეტურია, აი გადახრის მონიტორის არის, სტერეოტიპულია, ჩაყვა, ხომ იცით რომ იტყვიან, რომ ეს ჩამყვაო და რაღაც დამესიზმრო, ანუ ხომ არსებობს ესეთი სიზმრებიც, რომელიც რაღაც სხვადასხვა საშინელებათა ჟანრში ესიზმრება ადამიანს, ან შეიძლება რაღაც ხატული ფილმის კი არა და უფრო მულტიპლიკაციის სახით დაესიზმროს და ასე შემდეგ. ანუ სემანტიკური ინფორმაცია არის გარეგანი ინფორმაცია, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს ადამიანის მიდგომას ნამდვილობის და არანამდვილობის მიმართ. მაგალითად, სიზმარმა შესაძლებელია აჩვენოს ისეთი მოვლენა, რომელიც ერთი თვიდან სამ თვემდე, ერთი თვის პერიოდში, ორი თვის, სამი თვის პერიოდში, რომ უნდა მოხდეს სუბიექტის ცხოვრებაში. ეს ის მომენტია, აი როგორც ეხლა სცენარეზე მოვიყვანე მაგალითი, ხო? აი ეხლა აქ მოვიყვან მაგალითს, რომ ეს სიტუაცია უნდა მოხდეს ესე, მაგრამ სუბიექტს ჯერ არც, ასე ვთქვათ, არც წერილი დაუწერია და არც ზარი განუხორციელებია ამ მიმართულებით. ანუ მეტაფორულად რომ ვთქვათ, მაგრამ ეს არ არის წინასწარ მეტყველური სიზმარი, ეს სხვა რამეა. ნახეთ, ჩვენი ინტუიცია ითვალისწინებს დინამიკას, ინტენციონალობის, ანუ საითკენაც მიდის სუბიექტი, ითვალისწინებს ამ დინამიკას და ეუბნება სუბიექტს, რომ ეს ესე მოხდება, თუ კი შენ ესე გააგრძელებ სხვას. აი, დაახლოებით ესე გამოიყურება მაგალითის მიხედვით, რომ თქვა და შესაძლებელია ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ, წიგნშიც ეს მაგალითი მაქვს მოყვანილი. აი, პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მაგალითად, რომელმაც ჯერ არ იცის რა გადაწყვიტეს მისმა პარტიის წევრებმა, რომ ესე იგი, აი ვთქვათ, ორ თვეში ან სამ თვეში უნდა მას უმთავრდება ეს მანდატი და შეხვდომაზე უკვე გადაწყვეტილი აქვთ იმათ
წევრებს პარტიის, რომ სხდომაზე მას გადაირჩევენ და სხვა ლიდერს დანიშნავენ, ანუ აღარ გაუგზელებენ მანდატს. აი ესეთი ტიპის სიზმარი შესაძლებელია პირდაპირ ასევე ესიზმოს ადამიანს. თუ როგორ უნდა გაარჩიოს ეს სემანტიკური ველისგან არის, ანუ გარეგანი ინფორმაციის ანარეკლია თუ ასე ვთქვათ, რაღაც მონიტორის სიზმარია, ამ კრიტერიუმებზე გადავალთ. ეხლა უბრალოდ თვითონ ამ მესამე საფეხურის, ამ იერარქიული საფეხურის აღწერილობა გავაკეთე. მაგრამ სუბიექტს რჩება ნება, მისი თავისუფალი ნება. მას შეუძლია გააგრძელოს მოქმედება იგივე ინერციით და მივა იქამდე საქმე, მაგრამ შეუძლია რაღაც ზომები მიიღოს იმისათვის, რომ ესე არ მოხდეს. თუ კი ამას აღიქვამს ადამიანი, სწორად წაიკითხავს ასეთი ტიპის სიზმარს, ხო? მაშინ მას შეუძლია გააგრძელოს ან შეუძლია არ გააგრძელოს. ანუ ეს არ არის წინასწარმეტყველური ტიპის სიზმარი, რომ გარდაულად ესე მოხდება. საერთოდ წინასწარმეტყველურ სიზმრებთან ცოტა სხვანაირი დამოკიდებულება მაქვს, ამასაც მე ავხსნით. არ ვეთანხმები წინასწარმეტყველურ სიზმრებს სხვადასხვა მიზეზების გამო, ეხლა უბრალოდ სხვაგან გადაგვიყვანს ამის ახსნა და სხვა ლაივში გამმარტავ. ფაქტი ჯერ არ გამოჩენილა, როგორც გარეგნულად გამოხატული, ასე ვთქვათ, რაღაც დადგენილება რა, რაღაც გარემოება, ასე ვთქვათ. მაგრამ დინამიკა სიზმრის მხილველში უკვე ქმნის სიახლის აი ისტორიულ ფენომენოლოგიას. როგორც ფაქტს, უკვე ქმნის მის ინტუიციურ მასში, გზავნილში. ინტუიციასთან მუშაობა პირველ რიგში ადამიანმა რომ მუშაობა რომ ისწავლოს, ხო, არის მოქმედება. პირველ რიგში უნდა იმოქმედოს. მოქმედება. ხოლოდ ამით რამდენადაც მოქმედებს ადამიანი აი რაღაცა გზავნილს როცა დაინახავს, რამდენადაც იმოქმედებს, თუ ამას იგნორს უკეთებს, კავშირი ქრება. თუ მოქმედებს შესაბამისად, ამოწმებს რამდენად მართალია რაღაცა ღონეს მოიხმარს, ხო, ადამიანის აიმისოთ რომ შეამოწმოს ეს ნამდვილად ინტუიციურია თუ არა, მით უფრო ავახლოვდება ეს ინტუიციას. ანუ მოქმედება არის პირველი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი ინტუიციასთან სამუშაოდ. აი მოკლედ მინდა ვთქვა ესეთი რაღაცა, რა. დავინახოთ რა გვაკავშირებს აი მიღმიერთა იმ ტრანსცენდენტულთან და რამდენად არსებობს ის რაც არ ვიცით, თუ არსებობს, რა. აი ამ საკითხზე ერთი წუთი, რომ ჩვენ მივხვდეთ რა არის სემანტიკური ველი. ეს არის ბუნების ესე იგი ბუნების ძირითადი საბაზისო ენა, რომლითაც ბუნება საკუთარ მთლიანობას ინარჩუნებს. ეს არის ინფორმაციის კოლექტორი, სადაც ენერგია არ არის, წმინდა ინფორმაციული ველია და მოდით ახლა ამ ინფორმაციულ ველთან კონტაქტი აღწეროთ. ხომ იცით არსებობს ესეთი ფორმულა, არსებობდა უბრალოდ ესეთი ფორმულა, რომ ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი. ხო, ეს ფორმულა მოძველებულია და კეთავს ყოფიერებას აჩერებს, პროცესს აჩერებს. და სემანტიკურ ველთან კონტაქტში ყოფიერება არასდროს არ ჩერდება. კრეატივი არასდროს არ ჩერდება და შემოქმედებითობა არასდროს თავარი ძირითადი ინსტრუმენტი ხდება ადამიანის ხელში, რა. ესეთი ფორმულა ხო ვიცით, მე მანამდეც მithქვამს, მაგრამ ცოტა სხვანაირად შევხედოთ ახლა, რა. ავიღოთ ესეთი სივრცე, სადაც ჩვენ ეს ვიცით, რა. აქ არის ვიცი, ხო? ვიცი სივრცე, ხო? მე მაგალითად აი მწოდნის კიდევ ვამბობ რომ ყველაფერს ვწოდნე კი რა, პირიქით მე უფრო მეტი არ ვიცი, რაღაცას რომ სწავლობ რაღაცას, ხო? ხვდები რომ კიდევ უფრო მეტი არ ვიცი, ზოგჯერ ნეტა არ მესწავლა, უფრო მეტი არ ვიცი რა, ვიდრე ვიცი, რამდენადაც ცოდნა შეიძენ, იმდენად ფართოვდება ის სივრცე, რასაც შენ ეხები არ ცოდნის მხრივ. ეს სივრცე ხო ვიცით, აქ იმყოფება არ ცოდნის სივრცე, ხო? ეს. აქ. რაღაცა საკითხი შეისწავლის ადამიანი, ხო? რაღაცა ვთქვათ, აი ნებისმიერი საკითხი ავიღოთ,
რომელზეც რაღაც გაგვიგია, რაღაც ვიცით, მაგრამ ბოლომდე არ ვიცით რა. ეხები არ წოდნის სფეროს. ბოლომდე არ იცი, ხო? შესწავლილი არ გაქვს, მაგრამ იცი რომ ის არსებობს. ხო? როგორც კი შენ აი რაღაც რო აკლია იმ წოდნას რა. აი მაგალითად ვთქვათ სინათლის სიჩქარეზე ვიცით, ხო, მაგრამ სიტყვაზე რომ აი თვითონ აინშტაინის შესახებ ბევრი რამე ვიცით, მისი პირადი ცხოვრებიდან, ან პირობითად ვამბობ, აი რაღაცა მომენტები ხო არის ამ მიმართულებით, რაც არ ვიცით. ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით, რაც ვიცით რაღაც საკითხი, მაგრამ იმ საკითხთან დაკავშირებით რაღაცას ვეხებით, არ ცოდნის სფეროს, ის ხო არსებობს მაინც. ხო და ნახეთ, ეს ხო რადიუსი, ჩვენი ცოდნის რადიუსი, ჩვენი გამოცდილების აქ აი ამ ხელაა, ხო? ეს რადიუსი ესეთია, ესეთი ზომის არის. როგორც კი ჩვენ აი ამ საკითხებს შევისწავლით, რომელიც ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ არ ვიცით, იქვე აი ეს ფართოვდება, აი ეს სივრცე, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით, ხო? გაფართოვდა. შესაბამისად, ვეხებით აი მარცოდნის უფრო დიდ სფეროს, უფრო მეტი საკითხები აღმოჩნდა კიდე, რომელიც არ ვიცით. და ესეა საერთოდ. სინამდვილეში ეს პროცესი არ უნდა ჩერდებოდეს. არ უნდა ჩერდებოდეს ეს პროცესი, თუკი ადამიანს უნდა რომ აი ამ ბუნების სემანტიკურ ველთან კონტაქტი ჰქონდეს, რა და აი ხა აუხსნათ. როგორც კი დავიწყებთ ამ საკითხების შესწავლას, ხო, იქვე იწყებს გაფართოვებას მე აი ეს კიდე სივრცე, რომელიც ჩვენ ვიცით, ხო? კიდე და კიდე ფართოვდება, ანუ აი ეს პროცესი ჩვენ თუკი აი აქ იმყოფება ადამიანი, ხო? აი აქ კიდეზე დგახარ პირობითად. თუკი აი აქ კიდეზე დგას ადამიანი, ხო? შენ მუდმივად ეხები იმას, რაც ობიექტურად არსებობს. მაგრამ არ იცი. ეს ჯექსი მოვიდა, უკაცრავად ჯექსონამ მომაკითხა. ისე თქმა მინდა ახლა, ნახეთ. ჩვენი აზრი, ხო, ადამიანის ფიქრი, ადამიანური ინფორმაცია არის ხაზოვანი. ჩვენი ველი, სააზროვნო ველი. ხაზოვანია რა, ჩვენი აზრი. ანუ ის ფიქრი. ჩვენ შეგვიძლია ესე წავიდეთ, გავიხედოთ სადღაც შორს, იქ რაღაც გაუხვიოთ, გამოუხვიოთ, მაგრამ ეს რასაც ახლა ვსაუბრობთ, აქ სიბრტყეზე კი არის ესეთი წრეები. მაგრამ სინამდვილეში ეს ბირთვი გამოიყურება როგორც ბირთვი. ანუ სემანტიკური ინფორმაცია ველი არის ბირთვის სახის. და ჩვენსგან განსხვავებით სემანტიკური ინფორმაცია ფართოვდება ყველა მხარეს. ანუ 360 გრადუსით ყველა მხარეს. ჩვენ ხო არ შეგვიძლია ესე განვავრცოთ ჩვენი აზრი. ჩვენ შეგვიძლია შორს წავიდეთ, ნელა გავიხედოთ, მაგრამ ყველა მიმართულებით რომ ესე გავაპართოვოთ ჩვენი ცნობიერება, ეს არ შეგვიძლია, ხო? იმიტომ რომ დრო გზღუდავს საამისოდ და ამის გაკეთებაში ხელს გვიშლის ჩვენი ესეთი ხაზოვანი ცნობიერება. ჩვენი აზრი არის ხაზოვანი და სემანტიკური ინფორმაცია არის ბირთვის სახის. და ფართოვდება ყველა მიმართულებით და როდესაც ადამიანი აი აქ დგას ზემოდან, ხო? ანუ მისი ცნობიერებით ყოველთვის აქ არის რა, პირობითად აი ამ ბირთვზე, ის მუდმივად შეხებაში იმყოფება იმ ინფორმაციასთან, რომელიც ობიექტურია. ასეთი თვისებით ხასიათდება ობიექტურობასთან კონტაქტი. ეს ბუნების ინფორმაციული ველი, აი სემანტიკური ველი არის სხვათა შორის მინდა გითხრათ, აი ეგრეთ წოდებული ნათელმხილველების, პარაფსიქოლოგების ნებავთ ნეგატიურის თუ პოზიტიურის, ხო? ძირითადი ინსტრუმენტია მაგათი. ახალმა ფსიქოლოგიამ და კონკრეტულად ონტოფსიქოლოგიამ ესე იგი ეს სივრცე შეისწავლა და დაამტკიცა ტერმინოლოგიურადაც და მეცნიერული ახსნა არგუმენტაციითაც. სემანტიკური ველი გახდა უკვე ასე ვთქვათ ოპერირების საშუალება ფსიქოლოგიურადაც. ურად და ძალიან რთული არის ამის პრაქტიკა, აი ესეთ
ჩვეულებრივ რუტინულ სოციალურ ცხოვრებაში. მაგრამ როგორც კრიტერიუმი, ხო? სიზმარში ძალიან კარგად შეისწავლება და ამიტომაც ჩასმული არის ეს მესამე საფეხურად, როგორც მთლიანად სიზმრის შეფასების კრიტერიუმი. ანუ სემანტიკური ინფორმაცია შეიძლება მხოლოდ პირველი საფეხური თუ ესიზმრება ადამიანს, ხო? მხოლოდ პირველი კრიტერიუმი თუ ესიზმრება სიზმარში, ანუ ინდივიდუალურ მდგომარეობაზე, მხოლოდ ამის მიმართად შეიძლება იყოს გამოყენებული. არ არის საჭირო მეორე ეტაპის გავლა, რომ აქამდე მიხვიდე. ეს არის კრიტერიუმი მთლიანად აი ამ ფორმულის, ანუ იერარქია შედგება ამ სამი ნაწილისგან, მაგრამ მესამე ნაწილი არის მთლიანად სიზმრის შეფასების კრიტერიუმი. რამდენად ნამდვილია ის და რამდენად არა. ფსიქოლოგიურად აი ეს აიხსნება ეს ველი ესე. ნახეთ, ახლა გავმარტავ. ეს არის ის სემანტიკური ველი. არის ის რისი მეშვეობითაც ინფორმაციის გამგზავნი საკუთარი თავის და შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის მეშვეობით, ანუ რაღაც გამოსახულების შეიძლება იყოს ეს გამოსახულება. ესე იგი, საკუთარი თავის და შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის მეშვეობით ამცნობს ინფორმაციის მიმღებს საკუთარ არსებობას. აი ამ ველის მეშვეობით ინფორმაციის გამგზავნი ამცნობს საკუთარ არსებობას ინფორმაციის მიმღებს პირდაპირი კონტაქტის გარეშე. ანუ პირდაპირი ენერგეტიკული მატერიალური კონტაქტი არ არის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ცნებაში. ეს არის განსაზღვრელი პირდაპირი კონტაქტის გარეშე. სემანტიკური ველი, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ რა, არის ის, რისი მეშვეობითაც ინფორმაციის გამგზავნი საკუთარი თავის და სპეციალურად, ესე იგი, შესაბამისად შერჩეული ვიზუალური სტრუქტურის პოზიციონირებით პირდაპირი კონტაქტის გარეშე ამცნობს ინფორმაციის მიმღებს საკუთარ არსებობას. აი ესეთი სივრცე არსებობს ბუნებაში, რომელსაც იყენებს ინტუიცია, როგორც გარეგანი ინფორმაციის ანარეკლს სიზმარში. ამ ველის შესწავლით, აი ამ ცნების შესწავლით, სუბიექტს უკვე შეუძლია წაიკითხოს ნამდვილობა სიზმრის, ან დაადასტუროს მისი არანამდვილობა მისი ინდივიდუალური ლოგიკიდან გამომდინარე. ჩვენ ახლა ვაზიარებთ ფორმულას, მაგრამ ეს ფორმულა მუშაობს მხოლოდ სიზმრის მხილველი სუბიექტის ინდივიდუალური ლოგიკით. ახლა მეგობრებო, ჩვენ ფაქტობრივად ვსაუბრობთ სიზმრის ეკონომიკაზე. ეს არის ესე იგი ტექნიკა, თუ როგორ გვესაუბრება ჩვენ სიზმარი, ჩვენ ინტუიცია სიზმარში. ეს არის მთლიანი არქიტექტურის იერარქიული ფუნდამენტი. ჩვენ ვიცოდეთ, რომ ღამის მანძილზე გვესიზმრება რამდენიმე სხვადასხვა ნაირი სიუჟეტი, მაგრამ შინაარსობრივად ერთი და იგივე ინფორმაციის შემცველი. ანუ სხვა სიზმარი ერთი ღამის მანძილზე, თუ კი ადამიანს სხვადასხვა სიუჟეტები დაესმის, ეს არ ნიშნავს, რომ ის სხვა რამეზეა. ერთი ღამის მანძილზე შეიძლება სხვა ბევრი სხვადასხვა 6, 7, 3, 4, 5, 6, 7 და შეიძლება 8 სიზმარი დაესიზმროს სხვადასხვა ადამიანს და ერთი და იგივე საკითხს ეხებოდეს. ესე იგი, პირველი საკითხი ეს არის ინდივიდუალური მდგომარეობის შესახებ. ესე იგი, თუ არ არის ჯანმრთელობა, ადამიანი არ არსებობს, ხო? ამიტომ პირველ რიგში არის ინდივიდუალური მდგომარეობის შესახებ. ჯანმრთელობა როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური, ერთნაირად აღიქმება ფსიქიკის მიერ. მეორე, თუ კი ეს საკითხი წესრიგშია, რაზედაც
მიუთითებს სიზმრის პირველი პუნქტი, ხო? ინტუიცია გადადის, იქვე გადადის უკვე სხვა საკითხზე. რომ ესე იგი საჭიროა თუ არა, მოიტანს თუ არა შედეგს აი ამ ხელშეკრულების მოწერა, რომელი ბანკი აირჩიოს, რომელი პოლიტიკური პარტია, რომელი ორგანიზაცია და ასე შემდეგ. რომ იყიდოს თუ არა რაღაცა შეიძინოს თუ არა და ანუ სოციალურ ეკონომიკურ კონტექსტზე გადადის იმისათვის რომ სუბიექტმა შეძლოს მისი მოქმედებების სისწორე დაინახოს, სასარგებლო და არასასარგებლო თვისებები კრიტერიუმებით შეაფასოს საკუთარი მოქმედება, საკუთარი მოღვაწეობა. არ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს პრეტენზია საკუთარ ინტუიციასთან, საკუთარ თავთან, რომ აი ამის შესახებ რატო არ მეუბნები რაღაცას, ხო, არის ხოლმე რომ საკუთარ თავზე ბრაზდება ადამიანი და არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია თუ კი მას ნებისმიერი ტიპის რაიმე სირთულე აქვს. დეპრესიული მდგომარეობა, რაღაც აპათიაშია თუ აფექტურ ასე ვთქვათ, სოციალურ მარტოობაში იმყოფება თუ ძალიან დამოკიდებულად თვლის საკუთარ თავს სოციუმიდან, მაგალითად, ხო? ანუ აფექტურ მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაშიც ფაქტიურად სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ინტუიციასთან ამ ვექტორით ვერ ამყარებს კონტაქტ სუბიექტი. საერთოდ როდესაც გაღვიძებს სიზმარი, აუცილებელია ეს ჩაინიშნოს. ანუ მოქმედების განხორციელება აუცილებელია უბრალოდ ჩაინიშნოს. თუნდაც თქვას ფსიქიკა ატყუებს ყოველთვის ადამიანს ამ დროს და ხან დავიწყება უნდა ამის, ხან რაღაც წყალს გაატანოს და ასე შემდეგ. ეს არაფერი არ მუშაობს. უნდა იმოქმედო, უნდა შენს არაცნობიერს დაანახო, რომ შენ მოქმედებ იმის ამ რაღაცა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამიტომ შუაღამეს რა დროც არ უნდა იყოს, რომ თუ კი გაღვიძებს სიზმარი, საერთოდ უნდა ხდება ტექნიკა არსებობს ესეთი, რომ შეგიძლია ვთქვათ შეუყვეთო, რომ რაღაც მნიშვნელოვან მომენტზე გამაღვიძე და ეს დროთა განმავლობაში უნარში გადადის ფაქტიურად. აუცილებელი მოქმედება, თუნდაც შუაღამეზე გაგაღვიძოს სიზმარმა, ეს აუცილებლად უნდა ჩაინიშნო რაღაცა სიტყვა, რაღაც საკვანძო გამოსახულება, რაღაც საკვანძო მომენტი, ან შენი შეგრძნება განცდა. რაღაცა უნდა მოინიშნო, რომ იმისათვის რომ დროთა განმავლობაში მე უკვე ამის კეთება აღარ ჭირდება. მე უკვე ნება სიზმარშიც კი ჟღავდება, სხვათა შორის მინდება ამ საკითხებზეც შეგვიძლია მე ვისაუბროთ. მესამე საფეხურზე, ხო? მესამე საფეხურზე იმდენად მნიშვნელოვანია ეს სემანტიკური ინფორმაციის გარჩევა ისწავლოს ადამიანმა, რამდენადაც რეალობის ჯანმრთელი ახმა იქონიოს საერთო ცხოვრებაში. ნახეთ, ანუ აი ეს მომენტი ვახწერეთ ზეა, ხო? რას ნიშნავს ეს, რომ რამდენადაც შენ ამ პროცესს ესე იგი იცავ, ანუ არ წყვეტ, ხო? იმდენად მუდმივად შეხებაში ხარ აი იმ ტრანსცენდენტულთან, აი იმ რაღაც სამყაროსეულ გონთან, რა ვიცი, როგორ გნებავ დავარქვათ ამას რაღაც ტრანსცენდენტული რაღაცა ღვთაებრივი, როგორც გნებავთ ისე დავარქვათ, მაგრამ არსებობს ის, რაც ჩვენში კი არ არის როგორც ასეთი, მაგრამ ჩვენი შინაგანი აი ეს უხილავი სტრუქტურა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ხო? აი ეს სული ყოველთვის ცდილობს რომ კონტაქტი დაამყაროს აი ყოველთვის იყოს კონტაქტში იმ სემანტიკურ ინფორმაციასთან, იმიტომ რომ ეს ინფორმაცია ეხმარება ადამიანს ასე ვთქვათ რეალობის მართვაში. თუ კი ადამიანი კომპლექსით არის განპირობებული, თუ კი ის მემეტიზირებულია, თავიდან ბოლომდე სტერეოტიპით ცხოვრობს და გადადებული აქვს რა მისი პიროვნული, მისი ბუნება აქვს გადადებული, მისია აქვს გადადებული, ანუ როგორც ვატყობ საერთოდ ადამიანების საკითხი, ძალიან ცოტა პროცენტს შეუძლია რეალურად იმუშაოს საკუთარ სიზმართან, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ მესამედ მხარეს უბრალოდ ადამიანი არ იცნობს. რაც არ ვიცი, ის არ არსებობს. ანუ არსებობს მხოლოდ ის, რაც ვიცი, ხო? ეგრე ეს რაც შეგვიძლია მას სექტანტურის დავარქვათ რა. რაც მე არ ვიცი, ის არ არსებობს. სინამდვილეში არაცნობიერი უფრო მეტია და რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ფართოვდება ის წრე, სადაც შენ არ იცი და ეს არცოდნის მდგომარეობა
მაგრამ მიღებული ეს თუ ფოთვას განიჭებს, ესე იგი პრობლემაა ფიზიკაში რაღაცა, ხო? იმიტომ ამბობ, რომ რაც მეტი ვიცი, მით უფრო მეტი არ ვიცი. რაღაცას როდესაც შევისწავლი ხოლმე რაღაცას, აღმოვაჩენ, რომ უფრო მეტი არ ვიცი, ვიდრე გუშინ რომ არ მესწავლა, უფრო ნაკლებად ქონდა ამის განცდა. ანუ აი ამ რაღაცა დაბნეულობის, რაც არ ცოდნის მომენტი, ხო? თუ კი ადამიანი ეს სფერო რო ფართოვდება, აი ეს, ხო? თუ კი აქ დგას ადამიანი ყოველთვის, ხო? მაშინ მას მუდმივად შეხება აქვს იმ ობიექტურ რეალობასთან, რომელიც რო შეიცნობ შენ კი უკვე სუბიექტური ხდება, მაგრამ ამავე დროს შენაგრძელებ იმ ობიექტურთან შეხებას უფრო დიდი მასშტაბით. რაც მეტი ვიცი, მით უფრო მეტი არ ვიცი. სხვათაშორის ძველი ყაიდის აზროვნებას, ანუ ძველ ფილოსოფიას, ნებოთ ფსიქოლოგიას ძალიან უჭირს ამ მომენტის აღქმა, რომ ესეა, რაც არ ვიცი, ის არ არსებობს. მხოლოდ სუბიექტურია რეალობა. ამ დროს არსებობს სემანტიკური ველი, ბუნების წმინდა ინფორმაციული ველი. და ეს არ არის რაღაც ეზოთერიკა და მისტიციზმი და ასე შემდეგ. კი, ამავე დროს ჩვენ ხვდებით, რომ ჩვენშია ეს ყველაფერი, მაგრამ ამავე დროს ხვდებით იმასაც და გძნობთ, ყველა ადამიანი გძნობს. ინტუიცია ხო ამისთვის არის. ინტუიცია არის შიგნიდან გარეთ მოქმედება. Action-ი into, ანუ შიგნიდან, ესე სიტყვას ვიტყვით, ესე რომ დავყოთ და ვთარგმნოთ, ხო ლათინურიდან ესე ითარგმნება, შიგნიდან გარეთ მოქმედება, action. ისის დაგანახოს, რაც შენთვის სუბიექტისთვის, სუბიექტი ხო ფსიქოლოგიური სტრუქტურაა. სუბიექტი არის ფსიქოლოგიური სტრუქტურა. ამიტომ ამ ველთან, ესე იგი, აი ამ იმ რეალობასთან კონტაქტის შენარჩუნება ხდება უწყვეტობის პროცესში. როგორც კი წყდება ეს პროცესი, როგორც კი მე არ ვიცი, ვიცი ის რომ არაფერი არ ვიცი და აი აქ იკეთება და მორჩა. და სინამდვილეში მამოძრავებელი ალგორითმი ჟღერს ესე, რაც უფრო მეტი ვიცი, მით უფრო მეტი არ ვიცი. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ სემანტიკურ, ანუ სხვანაირად ვერ წარმოიდგენს ადამიანი თუ კი არ შეიცნობს ამ პროცესს, ხო? რა ვიცი, მე მგონი საკმარისია დღევანდელი დღისთვის. ფორმულა გვაქვს, ეს არის სიზმრის იერარქიის ცნება. დღეს საკმაოდ ტევადი ინფორმაციულად ტევადი იყო დღევანდელი ლაივი და შემდეგ უკვე გადავალთ ტიპოლოგიაზე და ინტერპრეტაციის საკითხებზე და აქ ძალიან დაგვეხმარება ამ სიზმრის იერარქიის ცნება ამ საკითხების გარკვევაში. მადლობა ვინც იყავით, ვინც არ იყავით, იმათაც მადლობა და მომავალ შეხვედრამდე.